ალბათ არაფერი სიახლე განსაკუთრებული არ არის ქართული ოცნების ქმედებაში. ძალადობა ადამიანების ცემა, რა ვიცი, ზონდერების მოქცევა, მიქცევა, ეს ყველაფერი ხო ჩვენ ნანახი გვაქვს და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამას აკვირდებოდა საზოგადოება, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის თვითონ ქართული ოცნების ქცევა, რეჟიმის ქცევა, რომელიც აშკარად არის ძალიან უკვე იმდენად თქვათ შეუქცევადი რაღაცა დაღმავალი მთელი თავისი პროპაგანდით, მთელი თავისი ზონდერებით, ამ ადამიანებით, ვინც პირდაპირ, ესე იგი, ტრადიციულ რაღაც სადღეგრძელოებს რომ ღერიან ამ ტრადიციებზე რომ ლაპარაკობენ და მთელი საქართველოს ქალების, ბავშვების, მოხუცების, საკუთარი ოჯახების წინაშე ესე სექსუალური დისკრიმინაციის და გაუპატიურების ჟესტით გამოდიან, არ ვიცი, ესე რაღაცა შენობიდან, ხო? ანუ ეს ხო არის ზუსტად მათი სახე, ანუ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის ჟესტიკულაცია, რომელსაც აჩვენებდა ქართული ოცნების წარმომადგენლობა, ეს ზონდერები ადამიანები, რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს არც ღირებულებებთან და არც ტრადიციასთან, ეს არის გაუპატიურების მუქარა, სექსუალური დისკრიმინაცია, ჩვეულებრივი და ამას აჩვენებენ მთელი ქალების, ბავშვების და საკუთარი ოჯახების დასანახად, ხო, ტელევიზიით და რა ვიცი, ყველას ცემენ ქალებს, ცემენ ბავშვებს და პოლიცია ყველაზე უფრო ამაზრზენი და ჩემთვის ძალიან სავალალო ეს არის პოლიცია, რომელიც ეფარება ამ ზონდერებს, ამ ადამიანებს, შემდეგ არ ვიცი, პოლიციაზე ძალადობენ, პოლიცია რა თქმა უნდა არაფერს არ აკეთებს, ანუ ეს ყველაფერი არის იმისი გამოვლინება თუ რა დეგრადირებულია თვითონ რეჟიმი, ეხა ბევრი შეფასება არსებობს ზოგადად და სულ ალბათ ყველა შეფასება ზედმეტია, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ტყუილები, რომელსაც ავრცელებს ქართული ოცნება და ის ტყუილები, რომელზეც დგას პროპაგანდა, ხო, მაგალითად, ანუ ყველა ტრადიციის დაცვა მათი მხრიდან ამაზე ლაპარაკი არის ტყუილი. მშვიდობის დაცვა მათი მხრიდან ამაზე ლაპარაკი არის ტყუილი და ეს არის კი, იდენტობა მშვიდობაზე დღეს სხვათა შორის მეც დავწერე, გამოქვეყნდა მშვიდობის ინდექსი მსოფლიოს, რომ მრავალი ქვეყანაა, ყველა ქვეყანაა და საქართველო არის 100-მეორე თუ 103 და გაუარესებულია, ყოველწლიურად უარესდება. ანუ მშვიდობის ინდექსით ევროკავშირის ყველა ქვეყანები არის პირველ 50-ში შესული და საქართველო არის, ასე ვთქვათ, ძალიან ბოლოს, რუსეთისკენ არის თითქმის, ხო? ანუ ისიც კი ტყუილია, რომ რამეს აკეთებენ. არსად გახსოვთ მთელი თავისი ტყუილი ესეთ რაღაცა პროპაგანდა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური რაღაც პოლისი მიზიდულობის უნდა ყოფილიყო აზიისკენ და მე რამოდენიმე ქვეყანაში ვიყავი ეხლა სხვადასხვა ფორუმებზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის ეხლა ჰონკონგიდან გერთვებით ძალიან დიდი ფორუმი იყო და საქართველოს ხსენებაც კი არ არის. ანუ ხო ამბობდნენ, რომ შუადერეფანია საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და შუადერეფნის რაღაცა გავლით უნდა იყოს ეს ყველაფერი და საქართველოს სატრანსპორტო ფუნქცია არა თუ რაღაც სიტყვით გამოსვლა ან არა თუ რაიმე სახის რა ვიცი მე რაღაც გეოპოლიტიკური ბმულობა ან ინვესტიციების მიზიდულობა რა ვიცი 100-მდე მეტი ქვეყანა იყო ფორუმზე არც ერთი მიმართულებით არ არის ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლობა და უფრო მეცაც გეტყვით, ანუ მათი მთავარი სახე არიან ის ადამიანები, ძველბიჭური მანერით მოლაპარაკე ადამიანები, რომლების თვალსაწიერიც იმდენად შეზღუდულია და მხოლოდ რაღაც საკუთარ, არ ვიცი, გემოვნებაზეც არ არის ლაპარაკი. ნუ კალაძე განსაკუთრებულად უგემოვნო, განსაკუთრებულად გაუნათლებელი, ზოგადად განათლება ეს არ არის ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლების ერთ-ერთი მთავარი ესეთი დამახასიათებელი, პირიქით მასიური გაუნათლებლობა, ყველა რეჟიმის წარმომადგენელს, რა ვიცი, მართლა არ აქვს ორი წიგნი ერთად წაკითხული, მაგრამ მთავარი არის როგორ ატყუებენ და როგორ ტყუილში ამყოფებენ ადამიანებს. ხატია, აი რეალურად, ეხლა ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ, აი სამოქალაქო აქტივისტები, თქვენთან საუბრის დაწყებამდე და ერთ-ერთმა ახსენა დავითმა, რომ გამწვავებაო უნდა იყოსო ერთ-ერთი მიზანი აი პერიოდულად ამ პროცესში, ხო, როდესაც ჩვენ რაღაც წინააღმდეგობის პასუხზე და ამ თანმიმდევრულობაზე ვლაპარაკობთ. თუმცა პერიოდულად ოცნებას ახასიათებს
იწევს თავად იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც რაღაც გარკვეული ახსნა სჭირდება. ხომ ეს არის სისუსტის გამოვლინება, ეს არის ეგრეთ წოდებული შენიანი ვარ, ანუ თავისიანების შეგულიანების პროცესი, ეს არის რაღაც შიდა პროცესის გადაფარვის მცდელობა, რომ მიუხედავად შიდა რყევისა არავის პრობლემა არ აქვს და გააკეთე ან გაბედე ის რაც გინდა. აი ამ კუთხით როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ის რაც ჩვენ ვნახეთ, ხომ? იმიტომ რომ ორგანიზება არ არის სპონტანური პროცესი, ხა ამაში დამეთანხმები ალბათ, ხო? ესეთი ძალადობის აქტის ორგანიზება სპონტანურად ნაკლებად შეიძლება ხდებოდეს, მას აქვს რაღაც დიდხნიანი მწვანე შუქი და რაღაც კონკრეტულ მომენტში ჯგუფი იღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს, ხომ? რას არღვევენ ყოველ შემთხვევაში ეს იციან მიზანმიმართულად კარგად. იცით, ქალტოვანა ძალიან მარტივია, ხა რეჟიმი არის პრაქტიკულად იგივე იდენტობის მატარებელი, რაც მსოფლიოში ყველა რეჟიმია. უბრალოდ აქ არის ჩვენ რამდენად მზად ვართ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს და ეს წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიოთ ყველა თითოეულმა ჩვენთაგანმა. და ეს გუშინაჩვენა ხალხმა, როდესაც დრო იხელთეს და რამოდენიმე ადამიანს დაესხნენ თავს და შემდეგ გუშინ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ხო? ანუ პრაქტიკულად ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვერ ეგუება ამ ძალადობას და ქვეყნის ამ უსკოლში გადავარდას. ყველაფერი ერთად, ანუ უბრალოდ ერთადერთი არის ის, რომ ჩვენ არ დაგვავიწყოს, რომ ძალადობა აი ზოგადად ესეთი გამოხატულება პატიმრობა არ მოსწონს ქართული ოცნების ასე ვთქვათ რაღაც ძირეული მომხრეების უმრავლესობასაც. ეხლა ჩვენ ყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ ყავს ახალგაზრდები, რომელსაც მიუსაჯეს, ჩვენ ყავს ჩემი მეგობრები არიან ციხეში, პოლიტიკოსები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა გამოკითხვით ადამიანების ციხეში დაპატიმრება ახალგაზრდების ეს ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებისთვისაც კი ძალიან ესეთია, კითხვის ნიშანია დიდი. ამიტომ მეტი გამოსავალი უბრალოდ არ აქვს. რა შეიძლება გააკეთოს კალაძემ ადამიანმა, რომლის მმართველობის პერიოდში უამრავი ფული გაკეთდა კორუფციული თბილისის მერიაში, რა ვიცი მე, ადამიანები დაიღუპნენ, რამოდენიმე კვირის წინ მთელი ფასადი ჩაეცა ხალხს თავში და გასვრისა ადამიანები. არ ვიცი მე როგორ შეიძლება რა უნდა გააკეთოს, ხო? ანუ რითი შეიძლება რომ სანახაობრივი რაღაც ასე ვთქვათ ის შექმნას, ეფექტი შექმნას. ვერაფრით გარდა იმისა, გახსნა შტაბში ვერ მიდის რაღაც წარმოუდგენელ რაღაცა სულ რამოდენიმე ათეულ ადამიანს ატრიალებენ, ხო? მეტი ხო არც არავინ ხავთ, ეხლა ყველამ ვიცით სახელი და გვარები და ადამიანები, ვინც ამ საშინელი ჟესტიკულაციით, მე არ ვიცი, ამაზრზენი ჟესტიკულაციით, როგორ შეიძლება ეს კაცები მერე ისხდნენ და არ ვიცი, ტრადიციებზე ლაპარაკობდნენ და ეროვნულ ღირებულებებზე ლაპარაკობდნენ. ანუ როგორ შეიძლება საერთოდ დღეს რო გამოვიდა ეს არ ვიცი რა გვარია, ეს ნანუკას ელაპარაკებოდა ქაჯაიას, მგონი შტაბი დან გამოვიდა თუ არ ვცდები შტაბის უფროსია ხო კალაძის აღარ მახსოვს რა გვარია ეს პარლამენტში იჯდა არ ვიცი ხმა არ მოუღია ადგილმონაცვლე იყო რა ვიცი გამდიდრებული ადამიანები და ესეთი ძველბიჭური მანერით რაღაცა ეს წარმოუდგენლად რაღაცა კრიმინალური ეს არც კი არიან რაღაცა სუბკულტურით გაჟღენთილი ადამიანები უციგნური ადამიანები რაღაც ანახაობას აწყობენ ხო მაგრამ თავარი არის ის რომ ჩვენი რეაქცია მე ჩვენი რეაქციის გარდა მთავარი არის ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ამას უყურებს ხედავს ერთ რაღაცას რომ კანონის წინაშე არ არის ყველა თანასწორი ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა იმიტომ რომ ეს ადამიანი ხარ რას მიმართავს რა ლექსიკას თქვათ ხელსად მოიკიდებს თუ ასე შემდეგ ეს მისი კულტურის და ასე თქვათ კიდე რაღაც სხვა რაღაცების საკითხია მაგრამ ანუ ვინც კანონს არღვევს იმასთან მიმართებით როგორ იქცევა ხელისუფალი აი რატომ მიმართავს შერჩევით სამართალს და რატომ შეიძლება სილის გაწვნაზე ისასჯელი ქონდეს მზიამაღლობელს რომელიც აქვს და თუ არ ვცდები ბატონი მამალაძე რომელიც ესე მოექცა ქალს მე არ ვიცი საერთოდ მას რამე მოთხოვეს რამე ტიპის პასუხი მოთხოვეს თუ არა იმ საქციელის გამო რომელიც მან ჩაიდინა მელიქიშვილის გამზირზე თბილისის ცენტრში ხომ ეს არის კიდევ აქედან ძალიან საგანგაშო დასკვნა რომ აი რაღაც ორმაგი სტანდარტის და შერჩევითი სამართლის რეკორდები რომელსაც სულ უფრო რაღაც სხვადასხვა მეთოდებით ამყარებს ქართული ოცნების ხელისუფლება ყველა ჯერზე. ეს არ არის ახალი არც ერთი ადამიანი რეჟიმის პირობებში, რომელიც შეასრულებს რეჟიმის დავალებას და იძალადებს ადამიანებზე, მოქალაქეებზე არ დაისჯება.
ეს უნდა გვესმოდეს, ჩვენ არ გვყავს სასამართლო, არ გვაქვს პოლიცია, მე დიდი ხანია სხვათა შორის ამ პოლიციაზე განსაკუთრებით აღარ საუბრობ, ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ჩემთვის ეს წარმოუდგენლად მძიმეა კრიმინალური სუბკულტურის, ასე ვთქვათ, რა ვიცი, გაჟღენთილი რეჟიმის წარმომადგენლები სამსახურში ყოფნა, ეს ქვია ამ პოლიციელებს, მეტი არაფერი არ ქვია, ხო? მადლობა ხატია. შემდეგ რა ვიცი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ დასაჯონ კი არა მოძალადეები, უბრალოდ მათზე ვიძალოდოთ, ისინიც არ დაისაჯონ. ამიტომ ეს სახეა ის, რასაც აჩვენებს ყოველდღიურად. თავარია ჩვენ გაუწიოთ წინააღმდეგობა და ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს ქუჩაში და ქუჩაში, რაც რეალურად ადამიანები, რასაც აჩვენებენ ძალიან დიდი ხანი, ეს უნდა იყოს ყველა დღეს, ყველა საათზე, 13-ში, 4-ში განსაკუთრებით და მართლაც მე არ მგონია, რომ განსაკუთრებით რაღაცა ესე ვთქვათ გაჟღენთილები იყვნენ იმ სულისკვეთებით, რაც ოდნავ მაინც მიახლოებულია იმ ადამიანებთან, რომლებიც გუშინაც და მთელი ამ დღეების განმავლობაში გარეთ განა. დიდი მადლობა ხატია, დაგემშვიდობები. ხატია დეკანოიძე საუბრობდა დღის ამბების